შენთვის რა არის სიკეთე? ბოროტებას რას ეძახი? სიდამპლეს. ზუსტად გამოწერილი რეცეპტი მაგასაც არ აქვს, იმიტომ რომ დედამიწის არსებობის ისტორიაში მილიარდი შემთხვევა ყოფილა ბოროტების სახით, რომელიც შემდეგ სიკეთეს გამომდგარა და პირიქით უფრო ხშირ შემთხვევაში სიკეთით მოჩვენება, რომლის უკანაც საშინელი ბოროტება დგას. მაინც საკუთარ თავთან ლაპარაკი და საკუთარი თავის უნდა შერწყოს ადამიანს. არ შენი ნამუსი თუ არ გაღვიძებს, აი ნოდარ დუმბაძე რო ამბობდა შოულის წარღვი თუ არ გაწყვეტილი, ისევე ერთ ღმერთი გაგაკავებს და საერთოდ ვერავინ. შენ თუ შენ სულთან მართალი არ ხარ, აი არაფერი არ გამოგივა, შანსი არ. ან ერთხელ თუ გაუყრუე რას? შენ ბოროტებას, შენ როცა ცუდად მოიქცევი და თუ გარგა თქვიო მიდი კაცო, ხო? ერთხელ ხვები მაგისმეც რას აკეთებენ არა და თუ მართლა ოდისმე განვისჯებით, მე მგონია რომ ჩვენი სინდისის მიხედვით განვისჯებით. ანუ თად ერთხელ არავინ არაფერს არ აშავებს, მით უმეტეს მძიმე დანაშაულს, იმიტომ რომ ან ეგეთი ხარ, ან მოკლედ გამკეთებელი ხარ, ან არ ხარ. თუ გააკეთებ, გამკეთებელი ხარ, თუ არ გააკეთებ არ ხარ. გარემოებები არ არსებობს, რომელიც გააკეთებინებს რაღაცა შენი აზრი? არის ეგეთი რაღაცას წამიკითხავს, რომ თუ შენში არ დევს ის რაღაც რაც არ უნდა გარემოება შეგექმნასო, ვერ იძავო მაგას. გარემოება უბრალოდ პროვოცირებას აკეთებს, რომ ის შენში ისედაც იყო და გარემოება პროვოცირება გააკეთა, რომ ის ზემოთ ამოსული.